გამარჯობა მეგობრებო. კვარაცხელიას ოქროს ბურთზე საუბარი არ წყდება. რა ხდება ქოჩორაშვილისა და დავითაშვილის თავს? თქვენთან კი ორი პატარა თხოვნა მაქვს. ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და შემოუერთდით ჩვენ საფეხბურთო ოჯახს. მადლობა ვინც საფასებთ შრომას. ახლა კი დავიწყოთ. კვარაცხელიას ოქროს ბურთის გარშემო მხარდაჭერა კიდევ უფრო იზრდება და ამჯერად საინტერესო ისაა რომ ქართველის კანდიდატურაზე უკვე არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ მისი ყოფილი თანაგუნდელები და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებიც საუბრობენ. დავიწყოთ გონსალო რამუშით, რომელიც PSG-დან მილანში გადავიდა და პრეზენტაციის დროს ქუჩაზე სკითხეს, შეუძლია თუ არა კვარას წელს ოქროს ბურთის მოგება. რამუშის პასუხი კი საკმაოდ პირდაპირი იყო. კვარას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ის თამაშობს გუნდში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო და ბოლო ტრიუმფის დროს ის სეზონის MVP გახდა. კვარა აუცილებლად იქნება მოწინავე პოზიციებზე და იმედი მაქვს რომ მოიგებს. ის ჩემი მეგობარია და გამიხარდება თუ ამ ჯილდოს მოიგებს. განაცხადა რამუშმა. მაგრამ კიდევ უფრო ხმამაღალი განცხადება ტონი კროუსმა გააკეთა. მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ ტონი კროუსი ამბობდა რომ ოქროს ბურთის მოგებაში ხვიჩას მთავარი დაბრკოლება მსოფლიო ჩემპიონატი იყო. თუმცა როგორც ჩანს მან აზრი შეიცვალა. ლეგენდარულ გერმანელს კითხეს ვინ არის ფავორიტი წლევანდელი ოქროს ბურთისთვის და მან არჩევანი პირდაპირ კვარაზე გააკეთა. ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი? კვარა. ეს ალბათ არ მოხდება, თუმცა ჩემთვის ის აშკარად პირველი ნომერია. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს როდრის, მესის, ბელინგემსა და მბაპეს ან საოცარი საკლუბო სეზონი არ ქონიათ, ან არაფრით გამორჩეულ ჩემპიონატში თამაშობენ. კვარა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ამ მომენტისთვის მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელია საუკეთესო გუნდში, განაცხადა კროუსმა. კროუსის ეს სიტყვები განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ მიმდინარე რეიტინგში ხვიჩა ჯერ კიდევ საკმაოდ დაბლა დგას. გოლი მას მე-9 ადგილზე აყენებს, გიუმი სპორტი კი მე-12 პოზიციაზე. სხვადასხვა უცხოურ გამოცემაში ფავორიტებად უფრო ხშირად ჰარი კეინი, ლამინ იამალი და ლიონელ მესი სახელდებიან. თუმცა სწორედ აქ ჩნდება კიდევ ერთი საინტერესო კითხვა. რა კრიტერიუმით უნდა შეიჩეს ოქროს ბურთის გამარჯვებული? ტრიბუნამ ამ თემაზე კარიმ ბეზემას სიტყვები გაიხსენა და ხვიჩას შემთხვევას სწორედ მის მიერ აღწერი იდეალურ გამარჯვებულს შეადარა. ბენზემას თქმით ოქროს ბურთის მოსაგებად მხოლოდ ბევრი გოლის გატანა არ არის საკმარისი. ფეხბურთელმა უნდა შექმნას გოლები, რთულ მომენტებში გუნდს წინ გაუძღვეს, დიდ მატჩებში გადამწყვეტი იყოს და მთლიანად მოედანზე დიდი გავლენა ჰქონდეს. სწორედ ამ კრიტერიუმებით ტრიბუნა მიიჩნევს, რომ კვარაცხელია საკმაოდ კარგად ჩნდება ამ პროფილში. გასულ სეზონში ქართველმა ყველა ტურნირზე 19 გოლი და 10 საგოლე გადაცემა დააგროვა, მაგრამ მთავარი მხოლოდ ციფრები არ ყოფილა. მისი რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედება სწორედ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ეტაპებზე მოვიდა. საბოლოოდ კი ხვიჩა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ანუ აქ უკვე ჩნდება ის კომბინაცია, რაზეც ბენზემა საუბრობდა. სტატისტიკა, ტიტულები, რთულ მომენტებში გავლენა და ყველაზე დიდ სცენაზე გადამწყვეტი თამაში. მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება კვარას კანდიდატურისთვის ბუნებრივად მინუსი იყო, მაგრამ მუნდიალმას ვერ შექმნა ერთი ისეთი აბსოლუტური ფავორიტი, რომელმაც დანარჩენებს ბრძოლა პრაქტიკულად დაუხურა. ამიტომაც ხვიჩას გარშემო ეს დისკუსია არ წყდება. ახლა კი მთავარი ისაა, თუ რამდენად დაემთხვევა საბოლოოდ ჟურნალისტების არჩევანი იმ შეფასებებს, რომლებიც ხვიჩას გარშემო ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვესმის. მე კი ბოლოსკენ დავძენი იმასაც, რომ ხვალ პარიზული კლუბი ლიგა 1 სეზონს დაიწყებს, სადაც ისინი რენს შეხვდებიან. ამიტომ ის ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, მისი კომენტარი მომდევნო ვიდეოში გამოჩნდება. დავითაშვილის გარშემო სატრანსფერო სიტუაციაც კვლავ საკმაოდ აქტიურია და ამ ეტაპზე ყველაზე სერიოზული ინტერესი ისევ ოლიმპიაკოსიდან მოდის. ბერძნულ გრანტს ქართველის დამატება ძალიან სურს და მზად არის რომ ის ანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევრომდე გადაიხადოს. თუმცა მთავარი დაბრკოლება ჯერჯერობით სენტ-ეტიენის პოზიცია. ფრანგული კლუბის მფლობელს ოლიმპიაკოსის შეთავაზება ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია. კლუბში მიაჩნიათ რომ ზურიკო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია და პირველი შეთავაზება მათ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. თუმცა მოლაპარაკებები დასრულებული არ არის და ბერძნული მხარე ზურიკოს კვლავ ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო პრიორიტეტად განიხილავს. ასევე აქ საინტერესო ფინანსური დეტალიც გვაქვს. სენტ-ეტიენმა დავითაშვილი ბორდოდან დაახლოებით 6 მილიონ ევრომდე შეიძინა. დღეს კი ტრანსფერმარკეტზე მისი ღირებულება 12 მილიონია. შესაბამისად 20 მილიონთან მიახლოებული ტრანსფერი ფრანგებისთვის საკმაოდ სერიოზული მოგება იქნება და კლუბის ფინანსურ მდგომარეობასაც დაეხმარება. ასევე ამ ყველაფრის ფონზე ყურადღებას იქცევს ზურიკოს სათამაშო დროს. ლიგა 2-ის ახალი სეზონი უკვე დაიწყო. სენტ-ეტიენმა პირველი 2 მატჩი მოიგო, თუმცა დავითაშვილი ორივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ეს კი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ზურიკო ძალიან მალე სენტ-ეტიენს დატოვებს. ამიტომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები ზურიკოსთვის საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს.
ოლიმპიაკოსი უკან არიხევს, სენტიატიანი კი ქართველის იაფად გაშვებას ნამდვილად არაპირებს. ამიტომ ნახოთ თუ რით დასრულდება ეს ყველაფერი. კოჩორაშვილის კარიერაში ახალი და ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება. ქართველი ნახევარმცველი სევილიაში ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დასრულდა. კოჩორაშვილმა ესპანურ კლუბთან 2030 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. გავრცელებული ინფორმაციით სპორტინგი ტრანსფერში დაახლოებით 4,5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ბონუსების შესრულების შემთხვევაში ეს თანხა 5,5 მილიონამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ სპორტინგში მის წასვლას საკმაოდ თბილად გამოიხმაურნენ. კერძოდ გუნდის თავკაცმა რუი ბორჟესმა თქვა: გიორგის ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მასთან მეც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ის კარგი ფეხბურთელია, რომელსაც განვითარებისთვის და მეტი სათამაშო დროისთვის წასვლა ესაჭიროებოდა. წარმატებებს ვუსურვებ, განაცხადა რუი ბორჟესმა. და ალბათ სწორედ სათამაშო დრო ამ ტრანსფერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. კოჩორაშვილმა სპორტინგში გასულ სეზონში 26 შეხვედრაში ითამაშა, თუმცა ჯამში მხოლოდ 970 წუთი მიიღო. ამიტომ ესპანეთში დაბრუნება მისთვის შესაძლებლობაა, რომ კვლავ მიიღოს ის სტაბილური როლი, რომელიც კარიერის ამ ეტაპზე განსაკუთრებით ჭირდება. თანაც გიორგი უკვე კარგად იცნობს ესპანურ ფეხბურთს. 2018 წლიდან ის თამაშობდა ესპანეთში, მათ შორის ლევანტეს სისტემაში. ახლა კი ის გაცილებით უფრო დიდი ისტორიის მქონე კლუბში მიდის. სევილია ევროპა ლიგის რეკორდსმენი, 7 გზის გამარჯვებულია და ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბია. ამიტომ გიორგისთვის ეს უბრალოდ ესპანეთში დაბრუნება არ არის. ეს არის შანსი, რომ ლა ლიგაში უკვე უფრო გამოცდილი ფეხბურთელის სტატუსით დაბრუნდეს, რეგულარული სათამაშო დრო მოიპოვოს და კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯი წინ გადადგას. ამიტომ წარმატებები ვუსურვოთ გიორგის. ბარსა სატრანსფერო გეგმები. რა შეიძლება მოხდეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე? ბარსელონა ახალ ცენტრალურ თავდამსხმელს აქტიურად ეძებს. ჰანსი ფლიკი პირდაპირ ამბობს, რომ გუნდს ახალი 9 ნომერი სჭირდება. დიახ, ჩვენ ვეძებთ თავდამსხმელს 9 ნომერს. დეკო უკვე დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობს. ვიმედოვნებთ ამჯერა, რომ გარიგება შედგება. ნახოთ რა მოხდება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ საკმაოდ დროა, განაცხადა ფლიკმა. ამის მიზეზიც გასაგებია. ბარსამ შეტევიდან ერთდროულად ფერან ტორესი და რობერტ ლევანდოვსკი დაკარგა. ფერანი PSG-ში დაახლოებით 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ხოლო ლევანდოვსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩიკაგოს ფაიერს შეუერთდა. დეკომაც აღიარა, რომ განსაკუთრებით ლევანდოვსკის შეცვლა მარტივი არ იქნება. ფერანის ჩანაცვლება ახალგაზრდებით შეგვიძლია, მაგრამ ლევანდოვსკის შეცვლა გაცილებით რთულია, რადგან რობერტმა კლუბის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა, განაცხადა დეკომ. უნდა ითქვას, რომ დიდი ალბათობით ხულიან ალვარესის ტრანსფერი ბარსაში ვერ შედგება, რადგან ატლეტიკო არ უშვებს. ამის შემდეგ დაიწერა ლაუტარო მარტინესის ვარიანტზე, თუმცა როგორც იწერება ინტერი მის გაშვებას გამორიცხავს. ასევე სიაშია მიქაუტაძეც, თუმცა ბოლო ცნობებით ფლიკი მის შეძენაზე ფრთხილობს, რადგან მიაჩნია, რომ ჯერჯერობით ქართველი ამ დონისთვის მზად არ არის. მაგრამ ცოტა ხნის წინ ფუტმერკატომ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელა. მათი ცნობით ვილიარეალმა უკვე დაიწყო შესაძლო სცენარისთვის მზადება და მარსელის 26 წლის თავდამსხმელი ამინ გუირი საკუთარ სიაში შეიყვანა. ეს შენ ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ვილიარეალი მიქაუტაძის გაყიდვას აპირებს. გიორგის შესახებ ოფიციალური შეთავაზება კვლავ არ არსებობს, თუმცა კლუბი როგორც ჩანს თავს იცხოვს იმ შემთხვევისთვის, თუ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ქართველზე სერიოზული შეთავაზება გამოჩნდება. ამიტომ სურათი სულ უფრო საინტერესო ხდება. ბარსა ოფიციალურად ეძებს ახალ 9 ნომერს. მიქაუტაძე კვლავ ერთ-ერთ ალტერნატივად სახელდება, ხოლო ვილიარეალი პარალელურად უკვე შესაძლო შემცვლელებსაც ეძებს. ამიტომ ნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.